მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია და დღეს შემოვედი ასეთი თემით, მივესალმები, მოგესალმებით ყველა ჩემს გამომწერს, ვინც ესე იგი ჩემთვის კარგი გინდათ, ანალოგიურად მეც თქვენთვის კარგი მინდა. ეხლა დღეს დიდი ხანია ჩვენ, არც ისე დიდი ხანი, მაგრამ ფინჯან ყავაზე არ გვინახია რა ხდება, როგორ ხდება. ეხლა გავარკვევთ, აბა რა ხდება და როგორ ხდება. ეს იქნება საერთო, საჯარო, ასე დავარქმევდი. ვნახოთ, ესე იგი, როგორ იცით, ყველა სფეროში აბსოლუტურად შევიტან ოჯახსაც, სიყვარულსაც და რა შედეგი მოვა აი ამ თუ ვინმეს ამოგივათ გაფუჭებული ურთიერთობა, რა შედეგი იქნება ახლო მომავალში, რა ნაბიჯები გადაიდგმება თქვენი პარტნიორის მხრიდან, ხო? მოდით დავიწყოთ. დრო არ დავკარგოთ. რა ენერგეტიკებში იმყოფებით, აბა ვნახოთ ჯერ. რა ენერგეტიკებში იმყოფებით, აი ეხლა დღეს, როცა უყურებ, კინოცვალე, ეგრევე მაღალი არქანი დაჯდა, იცით რა არის, ცოტა მანიპულატორობთ ან თქვენ, ან კიდევ თქვენი გვერდში მყოფი პარტნიორი. ბიჭებო, ეს თქვენს გეხებათ, გოგოებო, ეს თქვენს გეხებათ. მიხვდით ხო? აქ არის უფრო შეჯიბრება, დავარქვათ ურთიერთობაში, შეჯიბრება, ანუ კუდი აქ და რქები აი ამ ყველაფერს მიხვდით ხო? კი სინათლეშია, ვითომ რაღაცა კარგი, ესე იგი, განწყობით არის პიროვნება, მაგრამ არა უყურეთ, ესე იგი, მაინც რაღაცას აგროვებს, გპარავთ, უყურეთ, აქ კუდი აქვს, შლაპა ესე დავარქვათ და გპარავთ, ესე იგი, აქ ამოვიდა უკვე მე რამდენი გაშლა არის და სამყარო მეუბნება, რომ კრადნიკებზე უნდა ურთიერთობაში კრადნიკებზე ჩავწერო რიტუალი, გასაგებია სამყარო, მადლობა. ვიღაცას უნდა რომ თქვენი სილამაზე, თქვენი თუნდაც ლამაზი ქალბატონი, თქვენი ესე იგი ლამაზი მამაკაცი გადაიბიროს, მიხვდით ხო? ანუ გაჩვენებთ თავს, რომ არის კარგი ადამიანი, მაგრამ არ არის კარგი ადამიანი, მიხვდით ხო? გპარავთ აი ამ ყველაფერ ბედნიერებას, მას კით არის, მაგრამ ბევრთან თქვენგანთან უკვე ჩამოიძრო ეს რქები და ეს კუდი, ანუ შეიძლება გააძევეთ, არ გამოვრიცხავ, კი, იმიტომ რომ აგერ უყურეთ. გაძევება მეთქი და სამიანი თასებიც დაჯდა უყურეთ. აქ არის ბევრი პიროვნება, აქ არის საუბარი თქვენს სიტუაციაზე და თქვენზეც საუბრობენ, რომ იცოდეთ, თქვენზეც საუბრობენ, თქვენზე ბჭობენ. კი. ნუ ესე იგი ქალებიდან არის გამომდინარე, მაგრამ კაციც არის ჩარეული. მამაკაცებო, თქვენთანაც იგივეა და მოდი ერთსა ესე გამოვაძრობ და ვნახოთ მესამე ბანკოს კარტი რა იქნება. ნუ პაჟი თასებია, ხა, რა უნდა, სამიანი თასები, ეშმაკის ენერგია, მანიპულატორობა, ტყუილი, სიცრუე, რაღაცაზე და ვიღაცაზე დამოკიდებულება, აი ამ ენერგეტიკებში ხართ ბევრი თქვენგანი, რომ ესე იგი უნდა რომ შეიძლება ჯერ ვერ გრძნობთ, მაგრამ ახლოვდება, იმიტომ რომ თქვენზე არის უკვე ხალხი თქვენზე ლაპარაკობს, რომ შეიძლება ვერ მოგერიათ რაღაცაში, ეხლა რა გააკეთონ, იმიტომ რომ ყველანაირი კარებები გამოეხურათ, რაც კი სცადეს თქვენს წინ, მიხვდით ხო? ეს არის მანიპულატორობა, თვითონ ხალხმა რომ მოგატყუონ, ეს არის მანიპულაცია თვითონ წყვილებს შორის, მიხვდით ხო? ანუ ესენი არ არიან ძალიან უცხო ხალხი, შეიძლება სოციუმიდანაც არის თქვენს სიტუაციას ათვალიერებენ და იქედან გამომდინარე ეგრევე დარტყმას
აკეთებენ, შემსრულებელი არის, ანუ აქტივი არის მამაკაცი, მიხვდით ხო? მამაკაცის მხრიდან ეს არის ან თქვენი ყოფილი, ან კიდე თვითონ კალდუნია ეს, ამოდის კალდუნი, მაგრამ ქალიც არის ინიციატორი. ნუ ნაბიჯებს გიკონტროლებთ, რომ არ იყოს ზეიმი, როგორც კი მიუახლოვდებით და გამოცურავთ ნაპირზე, ხო, ნავით ეგრევე ახდება თქვენზე მანიპულაციები. გასაგებია, მამაკაცებო, თქვენზეც ასეა. აი, ჩვენი ლარნაკი, მოგესალმებათ, ნახეთ რა სილამაზეა. უყურეთ რა სილამაზეა. აქ არის მთლიანად ესეთი ყუნწი და ყვავილი, რო ვთქვი, კეთილდღეობაზე, იზაბილიაზე, სამფოთლიანი, ანუ ტრილისტრნიკი ქვია, სამფოთლიანი, რომელიც განაპირობებს ზუსტად კეთილდღეობა იზაბილიას რო ვიწახი, ხო? ნუ წარსულში ეგენოცვალე იყო, ესე იგი რა, რაღაცას ძახილის ნიშანი დაუსვით, აი ან კალდუნი, ან კლასო, შორს არის ახლა თქვენგან, მაგრამ იცით რა არის, ამ ადამიანს თქვენ შეიძლება გადაარჩინეთ, ინფორმაციებს იღებს თქვენგან, დაეხმარეთ, შეიძლება მან არ იცის და ისე დაეხმარეთ, ხო? რაღაცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ფინანსებთან დაკავშირებით და იცით რა არის, თქვენ ასზეც არ ახართ, რომ ესე იგი აქ ფრთიან ანგელოზად გეჩვენებათ, რომ შეიძლება შვილების მამაც იყოს, არ გამოურიცხავ, მიხვდით ხო? მაგრამ რა არის, იცით, აქ მიდის, ნახეთ, სერიოზული ჩაკეტვები, ამბები, რასაც თქვენზე, თქვენ ოჯახზე, თქვენს ყველაფერზე არის ეს ლაპარაკი წარსულიდან მოდის, ჩემო კარგებო, რაღაცა თქვენ შეიძლება აქ მიჩვენებს არა გაქვთ ამ წუთას ერთად სიახლოვე, მაგრამ რაღაცა გაკავშირებთ, ვიღაცა გაკავშირებთ, მიხვდით ხო? ეს კლასო შეიძლება კალდუნიც იყოს და ეს ერევა თვითონ, აი გზებს გიჭუჭყიანებთ, მიხვდით ხო? ყველან ჩასაფრებულია. აი ეს შავი ხელი ადევს, უყურეთ? აი აქ 1 2 3 4 მტევანი. ნუ აქ არის ესე იგი პირდაპირ შავი რიტუალები ჩაკეტვებზე და გზებზე და ანგელოზები, ესე იგი წვდომა რო არ ქონდეთ, ანგელოზებმა რო ვერ დაგეხმარონ, თქვენი ანგელოზები არის გადაკეტილი, ჩაკეტილია თქვენგან, ბევრთან განისგან, ნახეთ, იგივე განმეორდა აქ მანიპულაციები, ხალხი, ხედავთ ხო აქ ნაპირზე რო გამოდიხართ, ან სხვაგან გადახვედით სახლში, შეიცვალეთ, ან სახლი იყიდეთ, მიხვდით ხო? და ამაზე თითქოს გეძებენ, იმ ძველ ადგილას აკეთებენ რაღაცა კრადნიკებს, რაღაცა იმეებს, აი ან კარებზე გისხავენ, აი ესე ამოვიდა ახლა. კი, ნამდვილად, კი. ანუ იმალებიან, მაგრამ მალე გამოჩნდებიან. ერთმა ქალმა უკვე მოიხსნა მასკა. ნუ პირდაპირ ეს არის წარსულიდან ოჯახზე, რამხელა ხე არის, უყურეთ, მუხა, დიდი მუხა, აი ზუსტად წარსულზე. ხო თქვი რაღაცა გაკავშირებთ, ან ვიღაცა გაკავშირებთ და ამ სიტუაციიდან ცდილობთ რომ გამოხვიდეთ, ან თქვენი ეს ახლობელი, ან შვილი, ან ვიღაცა, ხო ხდებით რომ გამოიყვანოთ ამ მდგომარეობიდან, თქვენც ცდილობთ რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ როგორც კი, აი ეს რქები და კუდი რა არის, იცით, დადებულია ისეთი პროგრამა, ლარვა ქვია ესეთ პროგრამას, რომ სუშნასწები რომ გატრიალონ, რომ გონიათ რომ აი ეს და არადა ხანდახან შეიძლება გიფიქრიათ, რომ მე აი ამის გვერდზე რა მინდა, თუნდაც მეგობარი ქალი იყოს, უბრალო მეზობელი იყოს, ისე თანამშრომელი, რატო დავდივარ მე ამასთან, შეიძლება ბევრმა გითხრათ, რომ აქ ამასთან რა გინდა, აი რას დადიხარ აქ, ხო? და ნახეთ რეები ხდება. გასაგებია. ნუ ახლა გულში დიდი აყალმაყალია, ისევ თევზები, ისევ ნადირობა, ქალთევზა, ანუ ავადმყოფობაზე, თქვენს ფულზე, თქვენს ჯანმრთელობაზე არის საუბარი, საერთო სოფხედველობაზე ვიძახი. ნუ ხო გათვალიერებენ, თვალია დადებული, ესე იგი რა, რომ თითქოს თქვენ ნაკვალევს დასდევენ და ინფორმაციას ღებულობენ, ესე იგი გაზით ვიღაცა გაზით რა არ გცილდებათ, კი, აი ზუსტად
აქ შეიძლება რაღაცა ტრაგედია მოხდა, მამაკაცი დაიღუპა, უცებ ეს არის რიტუალებიდან გამომდინარე, მაღალი ხრებიანი პიროვნება, სუქანი არ არის, მაღალი პიროვნება არა, ესე არის, ესე იგი, შავი ანგელოზით წაყვანილი თქვენი ოჯახიდან, კი, ნამდვილად არის ნამგალი და ურო ამოვიდა ჩამოკარგებო წარსულიდან ისევ კლდა სამიანი, ესე იგი 3 წელი ან 5 წლის განმავლობაში არის უფრო გააქტიურება ამ სიტუაციის, ხო? რა არის იცით, ქალია, რომელსაც უკვე ქალი თავი ეფხანება, უკაცრავად ეკავება, რომ ესე იგი გასაღები უდევს წინ და რომ ვეღარ ჩაგკეტათ, მიხვდით ხო? ან ეს ინიციატივი, ამ შეიძლება დედამისი ყოფილი დედამთილი, აი აქედან გამომდინარე უკვე თავს იფხანს, ასე ვთქვათ, მართლა იფხანს, მოკავება სხვა არის, რომ უკვე რითიღად როგორღა დაგკეტონ და შეიძლება ბევრ შვილებთანაც გიფუჭებთ ურთიერთობას, არ გამოვრიცხავ, ასო ამოვიდა, ისევ გასაღებები, სულ თვალია, აი როგორი თვალია, იცი თქვენ ცხოვრებაზე, რომ არ ვიცი, ძალიან ბევრი ხალხია, აი აქაც ამოვიდა სამიანი თასებში, უყურეთ, რამდენი ხალხია, რამდენი, არასვენებთ გამჩენი, კარგით, აბა ვნახოთ ახლა კიდე რა ხდება, რა ინფორმაციას გვეტყვის, აბა ვნახოთ ტარო და სამყარო, ვინ არიან ეს თქვენი ეს ბოროტი ადამიანები, ვნახოთ რახან ესე წარიმართა სიტუაცია, რა ვთქვი მე, მაღალი არქანი, დღეს მაღალი არქანებით იწყება ეშმაკის ენერგია და სიკვდილის ენერგია, უყურეთ, სიკვდილის არხანგელია ეს, ესე იგი, დამთავრებულია ურთიერთობა, აი ამ კლასოდან გამომდინარე, დამთავრებულია ურთიერთობა, კი, განულებულია, თქვენ გინდათ, რომ თქვენ გგონიათ, რომ გამოსული ხართ ამ სიტუაციიდან, მაგრამ არ გაცდიან ჩემო კარგებო, გოგოებო, ბიჭებო, რომ გადადგათ ახალი ნაბიჯები. ხო თქვი, თქვენ შვილებზე, თქვენს ურთიერთობაზე, აი ტყუილა არ დავარქვი მე არ ჩავიფიქრე ესე რომ აი во всех сферах жизни რა ცხოვრების მთელ მასე რა ქვია სიტუაციაზე ხო და აი ისევა ეს თავი თქვენ ტრებს ბევრს უკეთებთ აქ ვინც ჩემი რიტუალებს უყურებთ არის რაღაცები დამთავრებული არის აქ გარღვევა ახალი ძველი კარებები დაიხურა გარდასახვა გარდაქმნა მოხდა და აი ეს ვერ აიტანეს თქვენ ბიჭზე შვილზე მეგობარზე ძმაზე ნებისმიერ ძმისშვილზე ბიჭზეა საუბარი ახალი ნაბიჯები, აი თქვენ ეხმარებით, თქვენ ძირითადად, ვისაც ეს სიტუაცია გაგვნახეთ, რომ გადადგას ნაბიჯები თითქოს, აი რაღაცეები უძრავი ქონება, სახლი შეიცვალა, მანქანა, წინ წავიდა ეს ყველაფერი და აი ამაში გიშლიდათ ხელს, იმალება ნახეთ, აბა ვინ არის? არ გამოვრიცხავ, რომ ქალი იყოს, არ გამოვრიცხავ. ხო თქვი არა, რვიანი თასები, სამიანი თასები, ხო ნახეთ როგორი ხალხმრავლობა ამათი ფიქრებია ეს ხო გეუბნებით არა რომ ესე იგი თქვენთან ერთად შეიძლება იქეიფეს დაულევიათ ოჯახში არიან ნამყოფები ან ერთად რესტორანში ესეც ვიტყვი ოჯახი მეზობლები მიხვდით ხო და კიდე გავიმეორებ ყოფილები გავიმეორებ შეიძლება იცით რა აქ ამოდის შორს არის მაგრამ ძალიც ამოდის შეიძლება რძლის დედაც იყოს და ეს მამაკაცი შეიძლება ეხმარება რაღაცა იმიტომ რომ სულ მამაკაცი ამოდის მიხვდით ხო ისევ ხალხმრავლობა 6 დრო დაიმახსოვრეთ 6 დროში რაღაცა და უყურეთ თქვენ 6 დროში 6 დღეში 6 საათში უნდა 6 წუთში 6 თვეში დღეში კვირაში უნდა დაგმართოდათ რაღაცა ცუდი ანუ ან განახლება მიდის მიხვდით ხო 10-იანი ხმლების უყურეთ ურთიერთობაში პირადში და როგორ არის იცით თქვენი ბედის ბორბალი ესე იგი სიყვარული დაფიქსირდა აქ უკვე პირდაპირ ურთიერთობაზეა ჩადებული მამაკაცი
მამაკაცის და ქალვაჟორ სიყვარულზეა ჩადებული. მაგრამ უყურეთ რა არის, თქვენ ეს გადადგით უკვე, ეს ნაბიჯი გადადგით და აქ ბევრმა იცით რა არის, მამაკაცი ყოფილი, მერე შერიგება, მერე ისევ თქვენ რა შეიძლება რაღაცა გადაამოწმეთ, შეხვდით მაგის გულისთვის, დარეკეთ, დაგირეკათ, ინფორმაციის გადამოწმება ხდება და მერე უკვე დაცილება, დაშორება, გასაგებია. აბა ჩავიხედოთ ახლა კიდე, ნახეთ მიდის ისევ გზები მიდის, კონკრეტულად ლაპარაკობს რა, ახალი შენაძენი წინდა, გაქვთ ბევრს გადადგმული ნაბიჯი, ფეხები გაქვთ წინ, მიდიხართ წინ, კი ძალიან რთულია ამ სიტუაციებიდან გამოძრომა, მაგრამ სამ დროში გამოდიხართ, აი სწრაფად გამოდიხართ, უფლის წყალობით გამოდიხართ, კიდე ახალი გზებს შემოგთავაზებენ, ან წახვალთ. აქ თუ იყო ადრე იძულებითი ჩაკეტები, იძულებითი გადაადგილებები და კაუჭები, ხო? ნახეთ როგორ აი სტოლბა, ანუ წინ დაგიდგეს რა, ეს რო არ წახვიდა ესე ამოდის, გაიგეთ? აი ეს ანუ კლიტეები და ასე შემდეგ, აი ეს გარღვევა მოდის, უკვე ბევრმა გაარღვიეთ და მიდიხართ წინ, ჩემო გოგოებო და ბიჭებო, ოჯახებშიც და სიყვარულშიც და ურთიერთობებშიც. ეხლა მაინტერესებს ფინანსები, აქიც რა ნახევარი გული ვიღაცას შეჭმული აქვს, ყურია, ყურზე, აი სუშნასტი გაზით, პარაზიტი გაზით, არის ესეთი პარაზიტები, როგორ არის ქართულად, აი ყურს უკან ზაუშნიცა რა, უша, აი უში რა, ზაუშნიცა, აი უკან ჩაგისმევენ და ესე იგი მცდარ ინფორმაციებს გაწვდიან და თქვენსას იპარავენ, რომ ესე იგი ვეღარ გაიგოთ ის, რაღაცა არ გაიგოთ, მერე შედის ეს თვალებზე, ცხვირზე, ყბას გიკეტავთ, ტკივილია თითქოს ყბა, კბილების და აი საფეთქლებში ჭერა, კეფაზე, ზემოთ, უკან, თავის არეში, მხრებზე, აი ესე არის გადმოწოლილი, ვიღაცამ ესა კიდე ცდილობს, არ გეშვებათ მოკლედ, არ გეშვებათ, იმ ხელაცხვირია ჩაყოფილი, რომ რა ვიცი, აი ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის, ძალიან ბევრი ინფორმაცია, აქ არის ბორბლებზე, აი მატარებელი, სიჩქარე, ახალი ამბები, ბევრი გასაღებები მოგდით, რაც დაკარგეთ, ვინც წმენდებს იკეთებთ ჩემსას, ბევრი გასაღებები მოგდით ძირითადად თქვენ, ბევრი შესაძლებლობები, ეს ქალი ნამდვილად, აი არც რუსია, რუსსაც გავს, როგორ იცით, მაღალი ქალია, ადრე შეიძლება გამხდარი იყო, ხა თუ წლებში შევიდა, ნუ შევსებული, გულმკერდიანი ქალია, რაღაც აი ტალღოვანი ან ხუჭუჭათმა აქვს თვითონ, უყვარს გამოპრანჭვა თავზე რაღაცა ქუდებივით, ან იმას თავზე იკრავს იმას რა პლატოქს, ვითომ ძალიან რელიგიურია, ეკლესიურია, მაგრამ არა, იქ აკეთებს და აკეთებდა და აკეთებს და კიდე გააკეთებს, ეცდება რომ ჩაგკეტოთ. აქ პირდაპირ რა არის, იცით, აქ არის შეხვედრა, ვინც სიყვარულს ელოდებით, ვინც პიროვნებას ელოდებით, მოდის, თითქოს უკვე მოსულია, არ გამოვრეცხავ ამ რიტუალი მეთქი, აი რიტუალი უნდა ჯავატარო, სამყარო მეუნება უკვე. ესე იგი ვინც ელოდებით, ხო, გაწმენდები ვისაც გაქვთ უფრო ჩემი, ხო, ვინცაც არა გაქვთ, ჯერ გაიწმინდეთ და მე ვთხოვ სამყაროს უფალს, რომ თქვენზეც რეზონირდეს ეს ყველაფერი კარგი, გოგოებო, ბიჭებო, მიხვდით, ხო, ვინც ავამტყოფობდით, აქ ნახეთ, შეერთება უკან თქვენს სიყვარულს, უყურეთ, აი ესე რომ დაჯექით გუგულებივით, თქვენს სიყვარულს, ესე იგი, უკან ფრთები, აქ ფრთები, ესე იგი თქვენი სიყვარული როგორც აი უფულობაში გაგიყვანეს, ბევრი სიღარიბეზე დადესთ, ხო, აი ეს კლიტეები და ჩაკეტეს და ეს ტოლბები, ხო, წინაღობები შეგიქმნეს, ხო, 3 ნ-ასო ამოვიდა n და 3 ხუთიანი, მიხვდით, ხო? ნუ მაგიური ციფრები და შეიძლება ნ-ასო გიკეთებთ, შეიძლება ნ-ასოზე კეთდება, ან ინიციალებია რაღაცა 3 6-იანიცა ამოვიდა ჩემო კარგო, პირდაპირ რომ ბედნიერი არ იყოთ, აქ არის ბედის ჩაკეტვაზე რიტუალი, აქ არის პირდაპირ საპატარძლო კაბაზე გაკეთებული და თაიგულზე გაკეთებული რიტუალები, პორჩა, რომ ესე იგი დაგენგრათ ოჯახი, ან კიდან გათხოვილი იყავით, რამოდენიმე შეიძლება ხო ხდება, ბედნაცვალი ქალი, ბედნაცვალი კაცი და რომ ვერ იპოვოთ შესაბამისი, ან იპოვეთ და ისეთი ჩხუბით, აი ან არა ჩხუბითად
ნახევრად შეიძლება დაშორდით, რომ აი თქვენ თვითონ ვერ მოხვედით აზე რა მოხდა. აქ არის პირდაპირ ანგელოზი გფარველობთ, თითქოს ანგელოზი გეცეკვებათო, ეს ძალიან კარგია, ძალიან კარგი. კარგი, თუ ღმერთო რამხელა ინფორმაცია, მოდით ახლა ტაროზე გადავალ, მე აი ამას შემოვიყვან ჩემ ლამას, ხო? აბა ვნახოთ, ეხლა ვნახოთ ფინანსები, ფინანსები, იმიტომ რომ აქ ჭიქაში ლარნაკზე დაფიქსირდა, რომ ესე იგი როგორც უფულობაზე, სიღარიბეზე, ხო? აი ვინ გააკეთა ეს, ვინ დადო თქვენ სიღარიბეზე ეს ყველაფერი. პრინცესა ამოვიდა. წვილები, აი ზუსტად როგორ ლაპარაკობს, უყურეთ, როგორ, კიდე, აი უყურეთ, როგორ ლაპარაკობს. ვინ და ქალბატონი ამოვიდა, შეიძლება წლებშიც იყოს, მაგრამ მე უფრო ახალგაზრდას ვიტყოდი, ან წლებშია და ახალგაზრდურად გამოიყურება, ანუ არ ჩამორჩება რა, 21 საუკუნის სიტუაციას, მიხვდით ხო, წინ მიდის. და რა არის იცით, რაც არ უნდა, ეხლა სამყარო გეუბნებათ, რაც არ უნდა, ანუ ფულისკენ, ფინანსებისზე წავიდა დარტყმა, ესე იგი შეიძლება ზოგს ფინანსებიდან იყო გარღვევა და ურთიერთობაზე იმოქმედა, ზოგს ურთიერთობიდან იყო გარღვევა და იმოქმედა ფინანსებზე. მიხვდით ხო, იმიტომ რომ მიწიერი ჩაკრა ორივე და ორივე ერთმანეთში არის შერწყმული, ჩემო კარგებო, ანუ შობადობა, ნაყოფიერება, პირველი, მეორე, მესამე ჩაკრები, მიხვდით ხო, სასიცოცხლო ჩაკრები, მაგრამ ნუ გეშინიათ, ნახეთ, იქნება აი ეს ყველაფერი თქვენს სიყვარულს, თქვენს შვილების სიყვარულს, თქვენი ახლობლების სიყვარულს, ხო? გადახედეთ თქვენ სიტუაციებს, შვილების, ასე შემდეგ, ანგელოზი და უფალი მფარველობს. აბა კიდე არის ვინმე, ვინც უნდა ვიცოდეთ, აბა ვინ უშლის, ნახეთ, წამოეგო, ეხაც მუშაობენ, არესი ამოვნათ, ესე იგი, ნახეთ, რეები ხდება აქ პირდაპირ ეთერში, ამოძრავდა ყველაფერი, არესი ამოვნათ, როგორ ეხა ნინიამ ეს როგორ ისაუბრა, ინფორმაცია როგორ მოგეცით, მიხვდით ხო? კარგით, აქ წინ მიდის, იხსნება ყველაფერი, ახალ ნაბიჯებს დგავთ და აი ძალიან დიდი სიხარული იქნება, კიდე ექვსიანები, კიდე წყვილი, ესე იგი თვითონ იმხელა ძალაში შედიხართ და აქ არის დაოჯახება, აქ არის ხელის მოწერა, აქ არის რაღაცა კონტრაქტები, შეიძლება ერთად წყილებში, ამასაც განვიხილავ, ვიტყვი რომ ურთიერთობა სამსახურეობრივი, შეიძლება ერთად მუშაობთ, შეიძლება რაღაცა გაკავშირებთ, ფინანსები, აბა ვინ არის კიდე, ვინ? ნუ აქ არის ესე 30 წლამდე მამაკაცი, შეიძლება ისევ ქალბატონი განმეორდეს, არ გამოვრიცხავ მამაკაცის ენერგიაში ან პირიქით, მაგრამ უფრო მამაკაცს ვიტყოდი მე ახლა, ზუსტად მაგიაა, გენაცვალე მგლები ყმუიან, თვარე, გაჭამეს სარკეზე, სარკის პორტალი გააკეთეს, აქ არის უკვე, ესე იგი, აქ არის ესეთი ჯადოები არსებობს, რომ დაგალევინებენ რაღაცას, დაუთქვავენ და ზაგավորებს გააკეთებენ, დაგალევინებენ, შეგაჭმევენ. მიხვდით ხო, არა აქვს მნიშვნელობა რას. და ეს კი, ნამდვილად ერთი არის, ორივე მამაკაცია, მაგრამ აი ეს მაინც ხმლების, მაინც ცოტა უფრო ეს არის ჰაერიდან, ინტერნეტიდან, სოციუმიდან თქვენ სურათებს ათვალიერებენ, ინფორმაციებს იგებენ. მამაკაცი და თქვენ ბედიღბალს უყურეთ, ნახეთ, უყურეთ, აი. ბედის ბორბალი კიდე განმეორდა, მადლობა სამყაროს, ოჯახში შეიძლება ოჯახის წევრებიც არიან, არ გამოვრიცხავ. და კი, აი ცხრიან ხმლებში უნდათ რომ გაგიყვანონ. ნუ ოჯახის წევრები ჩემო კარგებო და ნახეთ 10-იანი ხმლები ბოლოში უყურეთ და ანგელოზი, ნახეთ როგორ გიცავთ ანგელოზი. როგორ გიცავთ ანგელოზი და გადიხართ სამიან კვერთხებში, ნახეთ, გარღვევას აკეთებთ, ჩემო კარგებო, ნახეთ, მაინც თქვენ დასახულ მიზანს მაინც მიაღწევთ, ბევრმა უკვე ნაწილობრივ მიაღწია. კარგით, მოდი ახლა ფინჯანზე გადავალ ისევ, რომ ძალიან დრო არ გაიწელოს.
და ეხლა ახლო მომავალში გააქვთ კი ბევრი გარღვევები, აქ ბევრი კრადნიკებია, პირდაპირ გადაზიდვები, აქ არის ახლო მომავალში უკვე ხდება, უკვე შეიძლება აქ უკვე სითეთრეში ხართ, მაგრამ უყურეთ 3-6-იანებია, აქ არის კლიტეები მოსახსნელი, გასახსნელი, ყველაფერი ძველი ჯადოები ამოვიდა, აქ ნახეთ რა, პირდაპირ ოჯახის დანგრევაზე, ურთიერთობის, საერთოდ რომ დაგენგრეთ ყველაფერი, საერთოდ რომ გაგიცამტვერდეთ. აქაც უყურეთ ორ მთვარეზეა დაბლა, აი აქ ვუყურებ მე ისა ნამუშევარი და ახალ მთვარეზეც არის ფაზები. ხო, ნუ ეს ახლა ლილიტზეც არის ნამუშევარი და რა არის იცით, ეს დემონი აქ რაღაცა შეცდომაა დაშვებული მაგიაში და ეს დემონი ხო თვითონ ეს ბესები რა, აი ეს აგრესიული ბესი, აი ეს თვითონ არ დაემორჩილა, პატრონსაც კი არ დაემორჩილა და დადის თუ და სუდა აქეთ იქეთ, მიხვდით ხო? აი ეს არის ჩასაკეტი რომ მოიცილოთ. ჩაიფიქრეთ მე ხა ამოვჭრი გულს, ჯერ ჩაიხედეთ. ისევ ეს სამიანი და კლასოა აქ. აჰა, მოვჭრი. კი, სიძლიერე იქნება, სიძლიერეში შედიხართ, ანუ გაძლიერება, ძალა, ანუ შეუსაბამეთ თქვენ სურვილს, ქუდსა დაიხურავთ, ან ქუდს ატარებთ და შეიძლება ან არ ატარებთ და აი ქუდი როგორც აი ჭერზე იყოს რაღაცა ლაპარაკი, ფინანსებზე, ურთიერთობაზე, ერთჭერ ქვეშ ცხოვრებაზე, მიხვდით ხო? ცხენია გრძელი თმებით, საქმე გამოვა და მაინც ეკეთდება ის, რაც ესე იგი თქვენი ჩანაფიქრია, კი, სახლიც ამოვიდა და სამ დროში, ჩემო კარგებო, სამ დროში. ხო, ეხლა ვნახოთ, იცით რა, ლენორმანი რას გვეტყვის ლენორმანი? რა უნდა როგორი ესე იგი ახლო მომავალში რა ნაბიჯები უნდა გადადგათ აი ამ ყველაფერი რაც ვისაუბრე რომ გამოსწორდეს. უნდა მოიშორეთ ვირთხები პირდაპირ ხუთიანი ჯვარი, ესე იგი ფინანსები, ისევ თქვენიანი გპარავთ, გითხარით, უყურეთ ხალხნო. ისევ ეს უკვე რა არის, იცი, მე მაქვს დადებული, ეხა დავდევი, ახალი დადებულია, ნუ ახალი და ძველი არ არსებობს, რიტუალი ყველა მაგ დროს მუშაობს 5 წლის მერეც რო ჩართოთ. ეხა ხო ერთი მიყურებ, აი შენთვის. და დრო არ გაზდის არასოდეს პირიქით იტენება. ესე იგი, უნდა თქვენი ხო რას უნდა უყუროთ, ეხა ეს რას გელაპარაკებათ სამყარო. ესე იგი, წინაპრების წყევლისგან და ნეგატივისგან გაწმენდა არის 40 დღიანები და უყურეთ აუცილებლად, უნდა მოიშოროთ ან წარსული უნდა გაუშვათ და კი, უნდა დაიმარხოს ეს ყველაფერი, გზა გასაყარი, ესე იგი 22-8-იანი, ღმერთო ჩემო, 5-იანი, ესე იგი ქალიდან უყურეთ ახალგაზრდა გოგოდან ან რო უვლის თავის თავს როგორც ახალგაზრდა, მიხვდით ხო? აქ დამთავრებული ურთიერთობებიდან ბევრს გმტრობენ დამთავრებული ურთიერთობებიდან. კიდე ერთს ავიღებ სიყვარულთან დაკავშირებით. მოკლედ გოგოებო, ბიჭებო, არ გახვიდეთ 2 წუთი. აქ უნდა შეცვალოთ, რიტუალები კეთდება, არ ჩერდებიან მტრები, უფრო ოჯახებიდან, უფრო წარსულებიდან გადახედეთ თქვენ სიტუაციას, ვის რა სიტუაციები გაქვთ, მოირგეთ და დაუფიქრდით, დაუკვირდით და ისე მაქვს მე მეორე არხი, ეს მეორე არხია, პირველ არხზე ლინკი, რომელიმე ჩაყევით ქვევით, გაშლებს და რომელიმე SMS იპოვით, კომენტარებში მოძებნეთ ხოლმე ყოველთვის ლინკებიც და ყველაფერი იმან წერ და გადახედეთ ხოლმე რაღაცებს, ნუ გეზარებათ. ხო, მოკლედ გაისუფთავეთ ის, გადადით ჩემს პირველ არხზე და მიხედეთ თავებს, მტრებს, თავიანთი ადგილი მიუჩინეთ. თქვენთან იყო ნინია, მიყვარხართ, მომავალ შეხვედრამდე.